თანამედროვეობის სერგო ორჯონიკიძეები სწორედ ასე პასუხობენ ოპოზიციაში ქართული ოცნების წარმომადგენლების პოზიციას, რომ ისინი ვერ ასახელებენ ოკუპანტ ქვეყნად რუსეთს და ამბობენ, რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი, შესაბამისად საუბრობენ ჰიპოთეტურ მტერზე, თუმცა არ აკონკრეტებენ თუ ვიზია საუბარი და ეს ყველაფერი ხდება სწორედ გმირების საფლავებისა და მათი ოჯახის წევრების თანდასწრებით, რაც დამამძიმებელი გარემოებაა ამ პროცესში ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტებისათვის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ჩამოიხსნა ნიღაბი, არავისთვის ახალი გასაკვირი და გასაოცარი არ არის, რომ ეს ხდება პრაქტიკულად ყოველ წელს და არა მხოლოდ ხდება ეს ყველაფერი აგვისტოს დღეებში, 7-დან 8 აგვისტოს, არამედ ხდება მთელი წლის განმავლობაში და ნებისმიერ მომენტში, როდესაც მათ აქვთ გარკვეული ტიპის შესაძლებლობა, რომ რუსეთისათვის მაამებლური განცხადება გააკეთონ, მთელი წლის განმავლობაში არ უჭირთ დღეების გამონახვა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ყველაფერს აკეთებენ პუტინის სასარგებლოდ პოზიციონირებისათვის, თუმცა ხაზი გაუსვეს მათ შორის იმასაც, რომ ქართულმა ხალხმა რეალობა საკუთარი თვალით ნახა, რომ ქართული ხალხი იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიას და ქართულ ოცნებას ამ ისტორიის გადაწერის უფლებას არ მისცემენ. ამ განცხადებებს და განსაკუთრებით ისრების ნაციონალური მოძრაობისაკენ გადატანას პარტიაშიც ეხმაურებიან, ისინი ქართული ოცნების ლიდერების ამ ნარატივს სამარცხვინოს უწოდებენ. 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ ახსენებენ და არ ახსენებენ რუსეთს და საქართველოს 21 საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ამ მძიმე დღეებში რუსოფობიაზე, რუსულ იმპერიულ პროპაგანდაზე ლაპარაკობენ და ქართულ ხალხს ციხით ემუქრებიან თუ მათ მტერის ძულთ. მტერის ძულთ ყველას, ვინც პატივს სცემს საქართველოს გმირებს, ვინც პატივს სცემს ანწუხელიძეს, ვინც პატივს სცემს ყველა შინდისის გმირებს და სხვებს, ვინც დაიცენ ამ დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ ადამიანების არსებობა ამ თანამდებობაზე შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ ღირსებას. ყველაზე მძიმე და სამარცხვინო ის არის, რომ ქართული ოცნება გმირების საფლავთან ვერ ამბობს, ვინ არის მტერი და ოკუპანტი. რუსეთის სახელის ხსენებას ვერ ბედავენ. ლაპარაკობენ წინა ხელისუფლებაზე, ყველაფერს აბრალებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მათი პოლიტიკური ტყვეა და საუბრობენ რეზოლუციაზე. არ საუბრობენ იმ საერთაშორისო შეფასებებზე, რომელიც საფუძვლად დაედო მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს გამარჯვებას. რუსეთი არის მტერი, რუსეთი არის ოკუპანტი და დიდება გმირებს. ეს არის დღეს 18 წლის შემდეგ თავარი სათქმელი და არა ის, რასაც ამბობს და რასაც აკეთებს ქართული ოცნება. ირაკლი კობახიძე, ყაველაშვილი ღალატობენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. ის რომ საქართველოს დაიწყო ომი, ამაზე აპელირება და ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლებისთვის დაბრალება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ღალატი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო ომი და ჩვენ 7 აგვისტოს გუშინ ვნახეთ ჩვენი პარტნიორების განცხადებები და ომთან დაკავშირებით მათი პოზიცია. ამიტომ ის ტყვილი და პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ხრიკი და ხერხი, რასაც ქართული ოცნება იყენებს, მათ შორის მტკიცებულებად მოაქვს რეზოლუცია, ეს არ არის სიმართლე და ისინი ცდილობენ ტყვილი აქციონ რეალობა. ეგრეთ წოდებული დამპყრობელი ის ქვეყანა არის ოკუპანტი. დღეს ასეთი ტიპის განცხადებები მოვისმინეთ გმირების საფლავთან ქართული ოცნების წარმომადგენლებისაგან, თანაც მაშინ, როდესაც ამ ადამიანების გმირების ოჯახის წევრები ჯერ კიდევ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ეს არ აღმოჩნდა როგორც ყოველთვის შემოფერხებელი ქართული ოცნებისათვის. მათი ნარატივი არის უცვლელი, ისრები გადააქვთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაკენ და ომის დაწყებას სწორედ ნაციონალურ მოძრაობას შესაბამისად საქართველოს აბრალებენ.